გამარჯობათ. ამ ვიდეოში განვიხილოთ პროგრამა, რომელიც ეწოდება Ion Player. Ion Player დაფიდება ვიდეო და აუდიო ფაილების სამუშაოდ, მის გამზირად თქვენ შეგიძლიათ მისი ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც ეწოდება ionplayer.com და აქ გვსვლა კი download. შესაძლოა გადავართ სხვა ოპერატიული სისტემებზე. ნუ ამ შემთხვევაში ავიჩავ Windows, და მე მაქვს Windows 7. და ნუ განვწერის გვერდი მოდი ავიჩავ Softonic-ი. და გადმოვიწეროთ პროგრამა. Recept და დავულებთ ფაილის გამოწერას. ნუ ფაილის ზომა არის 150 კილობაიტის რაღაც. გადმოვიწერა და გადავიდეთ მის საინსტალაციო გვერდზე. Install. Next. I agree. Next. ავიღეთ ადგილი, სადაც უნდა აინსტალოთ, ხო C დისკი პროგრამ ფაილია გაყოფილება Ion Player. პროგრამის დაჭერის შემთხვევაში შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ადგილი. Install. დაუნლოდების ინსტალაციას. აქ ინსტალაცია მოჩვენა და გავუშვათ პროგრამა. კარგი პროგრამა ჩართულია, ნუ საკმაოდ დახვეწილი ვიზუალური ხალი აქვს, როგორც თავდა აქ აქვს. საჭირო ფუნქციები, რომლის გამოყენება ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია. ასევე გვაქვს სკინების გაყოფილება, სადაც შეგვიძლია შევცვალოთ სკინები. ასე შეგვიძლია დავუვადოთ ეს სკინები მის ოფიციალური ვებგვერდიდან. აქ გვაქვს გაყოფილება სკინსა, შეგვიძლია გადმოიწუროთ და დავაყენოთ ნებისმიერი. კარგი, ნუ აქ როგორც ხდება ფაილების არჩევა, შეგვიძლია ვიდეო ფაილების არჩევას, აუდიო ფაილების მუშაობას. ასევე გააჩნია მისი გადიდებაც, ხმის დაწევაც. აქ ვიდეოს პარამეტრები, აუდიო პარამეტრები, საკმაოდ საინტერესო ფუნქციები გააჩნია მას. ასევე YouTube-ზე ვიდეოს ძიება. ინტერნეტს გადავამის საძიებო გვერდზე. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, თქვენ სულ ვიზიაროთ გამოიყენოთ მას. ვიდეო დასრულებულია. დიდი მადლობა ყურებისათვის. ნახვამდის.